ახლა კი ის რაზეც ადრე უხერხული იყო საუბარი, მაგრამ ეს ის თემა, რომელიც ძალზე კარგად ახასიათებს და წარმოაჩენს როგორც ჩვენ საზოგადოებას, ისე მის პრობლემებს. არ მოგერიდოთ უცქირად. ყოფილი შვილები არ არსებობენ. სამწუხაროდ მშობლების 30%, რომელსაც სასამართლო ალიმენტს აკისრებს, ამას არ ითვალისწინებს. შვილებმა რა დააშავეს? რომელიმე მსთხოვა მომავლი ქვეყნათო? ძალადობაც იყო, შეხებაც იყო და რა ვიცი, ყველაფერი იყო. უამრავ ამგვარ ისტორიას მოისმენთ. ჩვენი შემდეგი გმირის სურვილის გათვალისწინებით მის სახელს ვცვლით. ნინო 7 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარმა მიატოვა და სარჩენად 3 წლის შვილი დაუტოვა. ჩვენი ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა ის, რომ შექმნა უცებ სხვა ოჯახი. არანაირი ალიმენტი მოსჭირდებოდა. თუნდაც საჭმელი, გამცა ესეთი პასუხი. მე უკვე ოჯახი მაქვს და ბავშვსაც ველოდებიო. აბა ბავშვი მე რა ვქნა თქო. რაც კიდე ის ქენი არ მაინტერესებსო. ნინოს ყოფილ მეუღლის ალიმენტის სახით თვეში 120 ლარი დაეკისრა, რომელიც 2 წელი არ გადაუხდია. თავს არიდებდა, ურეკავდნენ, ემალებოდათ. ტელეფონის ნომერს ძალიან ხშირად ცვიდა იმის გამო, რომ ჩემი შვილისთვის მაგას ტაპიკიანი არ გადაეხადა. ნინოს მეუღლე ბაზრობაზე ვაჭრობდა, აღმასრულებლებმაც როცა მის სახელზე რიცხვის სხვა ქონებას ვერ მიაგნეს, იძულებული გახდნენ ურჩი გადამხდელის საქონელი, ანუ ჯინსები დაეყადაღებინათ. მამამ საქონლის გამოსახსნელი თანხის ნაწილი მაშინვე გადაიხადა. საღამოს საათებში ნინოს ყოფილ მეუღლესთან მივედით. ახლა მას სხვა ოჯახი ჰყავს და ეკრანზე გამოჩენა არ ისურვა. აგერ ქვითარი, გადახდილი თანხა 1450 ლარი. და ჩემი მაქვს რაღაც 450 ლარი. ნიშევარი ვარ, ნიშევარი. ურჩ გადამხდელთა შორის ყოფილი პარლამენტარი ბიძინა გუჯაბიძეცაა. ყოფილ კანონმდებელს კანონით განკუთვნილი და მეუღლის მიერ მოთხოვნილი ალიმენტის გადახდა აღმასრულებლებმა აიძულეს. ახლა 2 შვილზე ალიმენტის სახით საპარლამენტო პენსიიდან 112 ლარს უკავებენ. ამ საკითხზე მე კომენტარს არ ვასწავლებ. არა, პატარა ბავშვები მყავს და რატომ გახდა საჭირო თქვენთვის პენსია იძულებით ჩამოაჭრათ? შეგიძლიათ გვიპასუხოთ, გაგვცეთ პასუხი ამ თემაზე. არის შემთხვევებით, როდესაც დედა წლების მანძილზე დაგროვილ დავალიანებას ითხოვს. ძიძინო შუღლიაშვილის შვილი უკვე მე-12 კლასშია, მაგრამ 10 წელი მამა არ გამოჩენილა და არც ალიმენტი გადაუხდია. შემთხვევით შეხვდა მარშრუტკაში და თვითონ დაგველაპარაკა. რო ჩამოვედით მარშრუტკიდან, თქვა რომ მეც ჩამოვალ ბავშვთან დასალაპარაკებლა. ჩვენ ჩამოვედით, თვითონ წავიდა. მარტოხელა დედა ქსოვს, ხან დამლაგებლად მუშაობს. წირის შემოსავლით თავი ძლივსძლიობით გააქვს. ბავშვის მამა კი არგუმენტად უმუშევრობას ასახელებს. შვილო, მშობლები მუშაობენ თუ არ მუშაობენ, ბავშვები არ ჭამენ. უმუშევრობა მამას შვილზე პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. შესაბამისად, სასამართლო მას ალიმენტს აუცილებლად აკისრებს. მუშაობის დაწყებისთანავე მშობელი ვალდებულია გასული წლების დავალიანებას გადაიხადოს. ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება. შესაბამისად, თითოეული მშობელი ვალდებულია ყველა ღონე იხმაროს და ყველა ზომას მიმართოს იმისათვის, რომ არჩინოს თავისი შვილი. აღსრულების ეროვნულ ბიუროს ყოველთვიურად 60-მდე ბავშვის უფლებების დაცვაზე უწევს ზრუნვა. სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებებისგან თავის დასაძვრენად ურჩი მამები სხვადასხვა ხრიქს მიმართავენ. საქმის შემოსვლისთანავე თუ მოვახდინეთ მათი ქონების დაყადაღება, ამის შემდეგ ისინი მხოლოდ იმიტომ იხდიან ალიმენტს, რომ ეს ქონება შემდეგ ყადაღისგან განთავისუფლდეს და ყადაღის განთავისუფლების შემდეგ ისინი ცდილობენ, რომ გადააფორმოს ხვის სახელზე ქონება და ამას სრულიად შეგნებულად აკეთებენ. სანამ აღმასრულებელი ორგანოები ქონების დაყადაღებას მიმართავენ, მშობლებს შესაძლო სანქციებზე აფრთხილებენ. თუ პიროვნება მისამართ სიცოცხლის და მიმალვას ცდილობს, ძიებაში პოლიცია ერთვება. შეძლებული მამებისთვის კი შესაძლოა ახალი სანქციები დაწესდეს. როდესაც დავალიანება აქვს მამას, მაგრამ ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ მან მოახერხა ევროპის წამყვან ქვეყანაში დასვენება წლის განმავლობაში 2-ჯერ. იდეის დონეზე არის მოხდეს ამის რაღაცნაირად სამართლებრივი რეგულირება, რომ შეიძლება შეიზღუდოს მსგავსი პირის, ასე ვთქვათ, თავისუფლად გადაადგილების საშუალება.
ასრულების ეროვნულ ბიუროში ალიმენტების არ გადამხდელთა მიმართ მოთხოვნები მკაცრდება. ბოლო ცნობებით 7-3 მშობელი ბავშვზე პასუხისმგებლობას თავს არიდებს. ამით კი ყველაზე მეტად მათივე შვილები ზარალდებიან. ახლა კი წარმოიდგინეთ